პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა თბილისში 11 საათზე დაიწყო დემოკრატიის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. ასეთი სახელწოდება აქვს. Როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში ამ შეხვედრას ესწრებიან იმ პოლიტიკური პარტიების კოალიციების წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადაუახეს. აქ არიან ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს კოალიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის შეხვედრაზე არ არის გახარია საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელი. შეხვედრაზე სპიკერები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, ასევე შეხვედრის ერთ-ერთი სპიკერი არის სამოქალაქო იდეის აღმასრულებელი დირექტორი თინა ხიდაშელი. ამ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ჩატარდება სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტუნარიან პირობებში. მათი ხედვით სწორედ ეს არის გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ამისთვის ისინი აღნიშნავენ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს პროტესტი, რომელიც საქართველოში, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქში მიმდინარეობს და ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და საერთაშორისო ზეწოლა ქართული ოცნების ხელისუფლებაზე. აქ შეკრებილები დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე, რომლებსაც ადასტურებს საერთაშორისო მისიის ეუთოოდირის დასკვნაც. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარები, რომლებიც მათ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს. დღეს საქართველო იმყოფება პოლიტიკურ და ასევე სამართლებრივ კრიზისში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ როგორც არჩევნების შემდგომ, როგორც პარლამენტის შეკრება და შემდგომ ლეგიტიმაციის ცნობა, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ცნობა იყო სრულიად დაცდენილი რეგულაციებს და შესაბამისად ამის შემდგომ ნებისმიერი ის გადაწყვეტილება თუ ნებისმიერი ის წარდგენა თუ არჩევა და ასე შემდეგ, რომელსაც ახორციელებს პარლამენტი, აი ამ პრობლემას ატარებს და ლეგიტიმაციის პრობლემა დგას დღეს სახეზე. აი ამ კრიზისის გადალახვის გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს მოსაზრებების გაზიარებას. ჩემ შემთხვევაში მექნება შესაძლებლობა ვისაუბრო სამართლებრივად, როგორ არის შესაძლებელი ახალი არჩევნების ჩატარება, რა პროცედურებია ამისთვის გასავლელი და რა უნდა იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც მიუხედავად ასეთი მასობრივი დარღვევებისა, ამ დრომდე ეს ვერ აისახა შესაბამის გადაწყვეტილებებში და ახლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დარღვევები თავიდან იყოს აცილებული ახალ არჩევნებზე. მთავარი ამოცანა არის ვეძებოთ რაც შეიძლება უფრო სწრაფი, მშვიდობიანი, განსაკუთრებული გზები კრიზისიდან გამოსვლის, იმისათვის რომ განსაკუთრებული სიმძიმე ავაცილოთ ქართულ საზოგადოებას მთელი ამ პროცესიდან გამომდინარე. ჩვენ ვხედავდით კვირების განმავლობაში ძალადობას მომიტინგეებზე, უამრავი ნაცემი ადამიანია, ნაწამები ადამიანი გაჩნდა საქართველოში, ჩვენ ვნახეთ პოლიციის უპრეცედენტო მასშტაბური ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, ადამიანები ციხეში არიან, აი უბრალოდ ვერც კი ვიჯერებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩაში პლაკატი უჭირავს, ან განსხვავებულ აზრს გამოხატავს და 18, 19, 20 წლის ბიჭები ამის გამო პატიმრობაში იმყოფებიან, პატიმრობაში შეხვდნენ შობას ახალ წელს. ეს უნდა დამთავრდეს. ამოცანა ამ შეხვედრების ზუსტად ეს არის. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ დისკუსიაში შევიდეთ, რა დისკუსია საზოგადოებაა, ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე და ასევე შიდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკური დევნა, რომელიც ხორციელდება პროტესტის მონაწილეებზე, ის ძალადობის ფაქტები, რომლებიცაც ვიხილეთ ჩვენ, სამართლო, რომელიც სინამდვილეში არასამართლიანი არის და როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე, ან ჩემი პირდაპირი ფუნქცია არის დღეს აქ რომ ვისაუბრო, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე და რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ ამისთვის ერთობლივად ოპოზიციამ, რომ მისულიყავით მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილები დღეს მსმენელის რანგში, მაგრამ ამავდროულად გავაჟღერებთ იმ პოზიციებს, რაც გაგვაჩნია კოალიციების წარმომადგენლებს და
ერთობლივი გზავნილები რა შეიძლება იყოს და მნიშვნელოვანი მიღწევები იმისათვის, რომ მომავალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად შეინიშნება, იყოს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი, რაც პირველ რიგში დააბრუნებს ნდობას საზოგადოებისას, რომ არჩევნებით იცვლება ხელისუფლება და ამავდროულად უნდა ჩატარდეს აუცილებლად ცესკოს ახალი ადმინისტრაციით, საერთაშორისო მაღალი დონის ჩართულობით, მაქსიმალურად ბევრი საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას საზღვარგარეთ, რომ ემიგრანტებს შეეძლოთ მიიღონ რეალური მონაწილეობა ქვეყნის ცვლილებაში და გაუვნებელყოს ის საფრთხები, რაც მომდინარეობს ძალოვანი უწყებების არამართლზომიერი ჩარევისაგან საარჩევნო პროცესში, რადგანაც რეალურად ისინი ატარებენ საქართველოში არჩევნებს და სწორედ ამის გამო ხდება ძალიან ბევრი დარღვევა, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში შექმნილი არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში ფორმდება ოფიციალურად დიქტატურა და ამის კონკრეტული ნაბიჯები აისახება კანონმდებლობაშიც და ხელისუფლების მიტაცებული ხელისუფლების მოქმედებებშიც, ამიტომ ამ ვითარებიდან გამოსვლა და ზრუნვა ამაზე და გადაწყვეტილებების მიღება არის ჩვენი საერთო საქმე, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინდივიდები, პოლიტიკური სუბიექტები უნდა საუბრობდნენ ერთმანეთში იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს. საერთაშორისო პარტნიორები გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ქვეყნის შიგნითაც აქტიურად გასაძლიერებელი არის საპროტესტო ტალღა, საპროტესტო მოძრაობა იმისათვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ დანიშნოს ახალი არჩევნები. ეხ თქვენ მოისმინეთ განცხადებები, რომლებიც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს. შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება, ისინი აგრძელებენ იმის განხილვას, თუ რა გზით უნდა მივიდნენ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ეს არ არის პირველი შეხვედრა, რომელსაც დემოკრატიის კვლევის ცენტრი ატარებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალი არჩევნების გზების ძებნასთან დაკავშირებით. აქამდეც გაიმართა მსგავსი შეხვედრა, თუმცა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება ესწრებოდა მაშინ ამ შეხვედრას. ახლა კი უკვე პირველად ამ ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები ერთად განიხილავენ გზებს და საშუალებებს, რომლებიც უნდა გამოიყენონ ახალი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათი მიზანი ამ მხრივ არის ის, რომ სამართლებრივი კუთხით იმუშაონ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბუნებრივია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკური ნაბიჯები სწორედ მათ უნდა გადადგან, თუმცა სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაა.